საღამო მშვიდობის ყველას. მოგესალმებით მეგობრებო. აბა როგორ ხართ? აბა როგორ ჩაიარა დღევი მეგობრებო. ჩემო მეგობრებო, რამდენს გიხდებათ აი აქ თუნდაც ერთი სიტყვა, რასაც გაიგონებთ მეგობრებო. აი რამდენს აგიხდათ ჩემო ძვირფასებო. დღეს ცოტა უცნაური დღე მქონდა. და შეკითხვაც ამასთან დაკავშირებით მაქვს თქვენთან ეხლა მე. რამდენს აგიხდათ თუნდაც ერთი წინადადება აქ გაგონილი მეგობრებო. თუ მარტო მე მიხდება არ ვიცი. ჩემი ნათქვამი უკან მიბრუნდება მეგობრებო. ჩემი ნათქვამი იმასთან დაკავშირებით, რომ ვთქვი. ბევრი მეგობარი წავა თქვენი ცხოვრებიდან. ჩემგან მიდის უკვე მეგობრებო. დღეს იყო ერთი. დღეს ცოტა რთული და უცნაური დღე მქონდა, მაგრამ არა უშავს. საღამო მშვიდობის ყველას, ჩემო ძვირფასებო. ეხლა მოვედი თქვენთან ერთად ხასიათზე მოსაყვანად მეგობრებო. აი როგორც ჩვენ ვიცით ერთმანეთის გვერდით დგომა. ჩემო ძვირფასებო, მე თქვენ ჩემთან ერთად. ვინც არ უნდა წავიდეს თქვენი ცხოვრებიდან მეგობრებო, არავისზე გული არ იტკინოთ. მართალია ცოტა უსიამოვნო შეგრძნებაა ახლა როგორც მე მაქვს, მაგრამ ნუ რა ვქნათ. ბევრი იქნება ასეთი, მაგრამ არ ინერვიულოთ. ოხ, აი ხედავთ ხო? აი მეგობრებო. აი ნახეთ ქვემოდან რა კარტი შემჩა ხელში? ჩემო ძვირფასებო, ერთი წუთით მოვალახლავე, მე ძახის. მოვედი მეგობრებო. აი ჩემო მეგობრებო, ესეთია დღევანდელი ჩემი სიტუაცია. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემი სიტუაცია ესეთია. მაგრამ ეს არ არის დასასრული ქვეყნის. ეს არის ის მდგომარეობა, რომელშიც უნდა ვიყოთ ეხლა. ჩვენთვის წყნარად მშვიდად, ყველა ნერვების მომშლელი ადამიანების გარეშე, ჩემო ძვირფასებო, ესე ყოფნა გერჩიოთ. აი ასე ვარ ეხლა მე. დიდი ხანი ასე ვარ განა, მაგრამ მაინც. ეს ქვეყნის დასასრული არ არის, ეს ცხოვრების დასასრული არ არის მეგობრებო. ეს სიტუაცია ძალიან ბევრს დაგაფიქრებთ თქვენ. თქვენთვის რა ჯობია იმასთან დაკავშირებით. ეს არ არის ცუდი, ეს ახლა ასე თუ ხართ ჩემსავით ბევრი მეგობრებო, ეს ქვეყნის დაქცევა არ არის. ესე მირჩევნია დედას გეფიცებით ბევრად, იმდენად რომ იმ სიტუაციას რაც დღეს გავიარე მე. აი რას ვაკეთებ უკვე მეც არ ვიცი.
საღამო მშვიდობის ყველას ჩემო ძვირფასებო, აი სანთელიც დამავიწყდა. ეხლავე ავანთებ აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან კარგად მოქმედებს წმენდებზე ეს სანთელი ზოგადად მეგობრებო. მოიცოდეთ. ხაჰა. აი უბრალოდ ნახეთ. ეს იმიტომ მოძრაობს ასე რომ გამაგრილებელი მაქვს ჩართული. დღეს ძალიან ცხელა. გამარჯობა. საღამო მშვიდობის ყველას. აი ნახოთ ახლა ამ კარტის ეს ნახეთ მეგობრებო, ეს მაინც ზემოდან დარჩა. თქვენ ცხოვრებაში ვიღაც შემოვა ადამიანი, მეგობარი, რომელიც მეგობრებო თქვენი ერთგული იქნება, რომელიც ენერგიას და ძალას მოგცემთ. რომელიც გააცოცხლებს თქვენში ადამიანობას, მეგობრებო. აი ამ სიტუაციიდან ეხლა რაშიც ხართ. არა უშავს, ჯობია იყვეთ ასე, აი იყავით ასე მეგობრებო, ხო? და ამ სიტუაციიდან გამოგიყვანთ ერთადერთი ადამიანი, მეგობარი, აი ერთგული მეგობარი, თუნდაც მართლაც მეგობარი, გამოგიყვანთ, ვისაც ენდობით, ვინც ერთგულია, ვინც საიმედოა, ვისი ნდობაც გაქვთ, ასეთი ადამიანი, ან არის თქვენ ცხოვრებაში, ან შემოვა წუთი-წუთზე მეგობრებო, თუ დღე-დღეზე და ეს ადამიანი გამოგიყვანთ თქვენ ამ სიტუაციიდან. აი ასე მეგობრებო. საღამო მშვიდობის ნინა, როგორ ხარ? სალამი. ეგოისტი ადამიანები, ჩარევები, მოიტყვიანი ნერვების მომშლელები, ადამიანები, რომლებსაც შეყავხართ მეგობრებო საკუთარი თავის აი თავდაჯერებულობას გიკარგავენ ადამიანები, ჩემო ძვირფასებო. ხო, აი განთავისუფლდებით ამ ადამიანებიდან. აი მეგობრებო უბრალოდ ეხლა არ თქვათ. აი ნახეთ, აქ წერია неуверенность, сомнение და неопределенность. და აქ წერია освобождение, искупление, очищение. ანუ ასეთი ადამიანებიდან განთავისუფლდებით, ვინც საკუთარ თავზე მეგობრებო, აი ანუ ვინც თქვენზე მოქმედებენ ფსიქოლოგიურად, სიტყვიერად, ვინც თავდაჯერებულობას გიკარგავთ. ზოგადად, აი ესეთი ადამიანები ჩამოგშორდებათ, ჩემო ძვირფასებო. გაიხარე ნინა. უკეთესად მირჩევნია ვიყო, თუმცა არა მიშავს. უღრმესი მადლობა საჩუქრებისთვის, ჩემო ძვირფასებო. აი ზუსტად იგივე სიმეორებს მეგობრებო კარტი. და კიდევ გავიმეორებ. ეხლა თუ კი რაიმე ისეთ სიტუაციაში შეყავხართ რაიმეს, რაც მეგობრებო გკეტავთ, რაც გარეთ გასვლის ხალის გიკარგავთ, რაც არის ისეთი, რომ აი თუნდაც დეპრესიაში გაგდებთ, სტრესში გაგდებთ. აი ეს შეიძლება იყოს უმნიშვნელო რაღაცა კრიტიკა თუნდაც ადამიანების, მეგობრებო. ესეთი ადამიანები მიდიან თქვენი ცხოვრებიდან, თუმცა რომც იყვნენ თქვენ ცხოვრებაში, ამ ადამიანების არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ დღეს კიდევ ერთხელ მაღალი ვიბრაციით ვიგრძენი, რომ ძალიან ისეთი ადამიანი ყოფილვარ თურმე, რადგან ყველა ჩემზე საუბრობს, ეს არის ყველაზე კარგი სიტუაცია, იმიტომ რომ როდესაც შენზე საუბრობს ყველა და ყველგან მეგობრებო, ესე იგი ძალიან მოდი ასე ვიტყვი, პრესტიჟული ვართ. ხო. აი ასე მეგობრებო. ხო, აი ლილია. აი ეს ვართ. ამის დროა მოსული. აი ზუსტადაც ამის დროა მოსული, რომ ზუსტად. საკუთარი თავის დაბრუნება. დროა უკვე ამის მოსული. კინაღამ გურულად
ლავის გურულად ვთქვი. ნუ თუნდაც კინაღამ გურულად ვთქვი. დროია მოსული. მეგობრებო. ხო, ამის დროა მოსული. ხო, აი მეგობრებო. საკუთარი თავის დაბრუნება, საკუთარი ცხოვრების დაბრუნება, დრო ამის მოსული უკვე. ელოდეთ. ელოდეთ. ისეთ როგორ დაიწყება ახლა თქვენთან სიტუაციების გაუმჯობესება ეტაპობრივად, პერიოდულად, ჩემო ძვირფასებო. ხო, ნელ-ნელა პერიოდულად. აი ასე. თუმცა ეს ადამიანები ეხლა ვიზაც საუბრობდით, ჩემო ძვირფასებო, ეს ადამიანები მაინც და მაინც კი არა და აი კიდევ დიდხანს დაგიწყებენ თვალ-თვალს ყურებას, აბა როგორა ჩემი გაბრაზების შემდეგ, აბა როგორ ცხოვრობს, წაიქცა თუ ფეხზე დგას, ნეტავ, თუ ესე ლაფშია მოსვრილი ფეხებით, ნეტავ როგორა დააბიჯებს კიდევ ისე მყარად მიწაზე თუ ეკლები აქვს შესობილი ძირში. რაჭულად. ვის მისაღებად ხარ მოსული? ვის მე აღარ ლაპარაკობ მეგობრებო. ვის მისაღებად ხარ მზად, მორგანა? ნინა გაიხარი, მესი მადლობა. მეგობრებო. მოკლედ, ვიმეორებ ისევ, ვინც ეხლა შემოგვერთით და თავი და თავი ვერ გაიგონეთ დასაწყისის. საავადმყოფოშია თუ ტყუები. ვინა უი, რას ლაპარაკობ? არა, მე მაგმოსას მომსვლელზე არ ვსაუბრობ ეხლა. სამწუხაროდ მორგანა, მე ვსაუბრობ უფრო ისეთ ადამიანებზე, ვინც ჩვენი ცხოვრებიდან უნდა წავიდეს. ეს პარტნიორი არა, პარტნიორზე თუნდაც პარტნიორი თუ, მაგრამ ეხლა ამ წუთას პარტნიორზე არ ვსაუბრობ. არა, ჩემო კარგებო, ეხლა მე ამ წუთას შეყვარებულებზე არ ვსაუბრობ, პარტნიორებზე არ ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ ზოგადად მეგობრებზე, ადამიანებზე, ვინც ჩვენს ირგვლივ ტრიალებენ ყოველ წუთს, ყოველ წამს. ესეთ ადამიანებზე ვსაუბრობდი ეხლა მე. ხო. ადამიანები, ვინც ჩვენზე ჭორაობენ 24/7-ზე და ესეთ ადამიანების ირგვლივ პრესტიჟულები ვართ, მეგობრებო. დღეს მქონდა ერთი შემთხვევა ასეთი. ძალიან დასანანია, რომ ესეთი რაღაცები ხდება და რატომღაც აძლევენ ადამიანების კატეგორია საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ თითქოს მათზე რაიმეთი ნაკლები ვიყოთ. თითქოს და ისინი გჭირდებიან ყოველთვის ჩვენ არასოდეს არავის არ ვჭირდებით, ან არ დავჭირვებულ ვართ და ან არ დავჭირდებით, მეგობრებო. ესე არავინ არ იფიქროს, რომ დღეს მე მჭირდები და ხვალ მე არ დაგჭირდები. ეს არავინ ვინმე არ იფიქროთ, მეგობრებო. ვინმეს არ ეგონოს, რომ ყოველთვის მისი დრო იქნება. ხო, მოკლედ რაღაცნაირად ეს უნდა მეთქვა ალბათ. რაც ამოვიდა. ხო. ესე იგი, ჩემო ძვირფასება. დღეს აზე უნდა ვისაუბროთ. დღეს რა იქნება ჩვენი სასურველი თემა? დღეს არ ვიცი რაზე უნდა ვისაუბრო და მოდი გავარკვიოთ. რაც ამოვა ქვემოდან ის. აი, რაც ამოვა ქვემოდან ის, რა მოვიდა. ჩვენი უფრო ისეთი აქტიური თემა, ბევრისთვის სასურველი.
თემა, რომელზეც ახლა ძალიან გული გაქვთ დამძიმებული, მეგობრებო, ოღონდ მართლა ძალიან გული გაქვთ დამძიმებული, ნახეთ, ქვემოდან როგორი სურათია. ეხლა საუბრობს ურთიერთობაზე ჩვენი დასტა. ურთიერთობა, სადაც არის სიახლოვე, ან იყო სიახლოვე, ზოგიერთის თქვენთაგანში ეს ამ ურთიერთობაში სიახლოვე იყო, მეგობრებო. ყველასთან არა, მაგრამ ზოგიერთებთან იყო. და ამ სიახლოვის შემდეგ, ან ამის გამო, ან ამ ურთიერთობის ბაში, ეხლა გააქვთ ძალიან გული დამძიმებული. ძალიან ფანტაზიებში და ილუზიებში ხართ თითქოს და ამ ყველაფერთან. რეალურად უნდა აღიქვათ ეს ყველაფერი, მეგობრებო. გამოუვალ სიტუაციაში ხართ. ძალიან ცუდად გრძნობთ თავს. ემოციური ფონი გაქვთ, მეგობრებო, თან. ხო. და რა გჭირთ ახლა მე თქვენ გეტყვით ამ დროს. აი თქვენს ეტყობა, აი მეგობრებო, უყურეთ უბრალოდ რანაირი სურათია. რადნიე დუში და შპიონაჟ. ანუ სოციალურ ქსელებში ერთმანეთს როგორაა მაგი? მერთო აკონტროლებთ. საღამო მშვიდობის ყველას. სოციალურ ქსელებში მეგობრებო ერთმანეთს აკონტროლებთ, არა და სასწაულის სიყვარულია აქ. სიღრმისეული გრძნობა, სიყვარულია. მეგობრებო, აქ არის სიყვარული. ორივე მიცით რომ ეს არის აი სხვანაირი სიყვარული. აი სულიერი სიყვარული, მეგობრებო. ორივე მიცით რომ ასია, მაგრამ აი რაღაცნაირად თქვენ შორის მოხდა ესეთი სიტუაცია. ძალიან ნერვიულობთ ორივე. აქ ძალიან დიდი ნერვიული ფონია. ძალიან დიდი სურვილი გაქვთ ერთმანეთის. ძალიან დიდი სურვილი გაქვთ ერთმანეთის. მაგრამ აქ არის ურთიერთობა შეწყვეტილი. აქ არის ურთიერთობა შეწყვეტილი. ეს პაუზაა თუ დასასრულია, ამასაც გავარკვევთ, მეგობრებო, ეხლა წინასწარ არ ინერვიულოთ, უბრალოდ ეხლა რასაც გვაჩვენებს კარტი. ხო, ეხლა თუკი თქვენი ურთიერთობა შეწყვეტილია და თქვენ ასე ფიქრობთ, რომ შეწყვეტილია, შეიძლება თქვენს პარტნიორსაც გონია, რომ შეწყვეტილია. მეგობრებო, ამ ურთიერთობაში არის ჩარევები, მაგიური ჩარევები. კონკრეტულად მაგიური ჩარევები, მეგობრებო. ეს კარტი დიდი ხანია არ მოსულა. ძალიან დიდი ხანია ეს კარტი მე არ ამომყოლია აქ. ეხლა ამოვიდა. კი. ამიტომ არის კი, მაგიები იქნება. შავი მაგია. ნეგატივები და ნეგატიური ფიქრები. ვისთან რომელი ერთია. ყველა ცუდია ამ დროს. ამიტომ არის თქვენი სიტუაცია ეხლა ესე, მეგობრებო. კიდევ რას გვეტყვის კიდევ კარტი. ამიტომ ხართ ეხლა დამწუხრებულები. დეპრესიული ფონი გაქვთ, დეპრესიაში ხართ, მეგობრებო, აი კიდე. გული გაქვთ დამძიმებული. მეორე კარტი ამოვიდა ამისი. შეიძლება დაბლოკილებიც გყავთ ერთმანეთი. ეხლა ეს მე არ მეხება ჯერ, იმიტომ რომ მე ბლოკში არ მყავს, არც მას მყავარ, არც მე მყავს. ამიტომ გეუბნებით ყველასთან არ იქნება ეს, მაგრამ ზოგიერთებთან არის ბლოკები. ძალიან ცუდად სამართავი ურთიერთობა გაქვთ ზოგიერთებთან, მეგობრებო. ხო.
არ ვიცი რა დავარქვა ამას, თქვენი პარტნიორი გაიქცა თუ თქვენ გაიქეცით. რომელი გაიქეცით, რომელმა დატოვეთ პირველმა არ ვიცი. მაგრამ, კი. ეს ადამიანი ახლა თითქოს თქვენი ცხოვრებიდან გამქრალია. ხო. კარმული გაკვეთილები. ეს არის თქვენი კარმული გაკვეთილები. თქვენ გადიხართ კარმულ გაკვეთილს, მეგობრებო. თქვენს და თქვენი პარტნიორი ერთმანეთთან. ეს ალბათ ასე უნდა მოხდარიყო, კი. კი, და ამ ყველაფრის შემდეგ გელოდებათ დიდი სიხარული. დიდი სიხარული ერთი წუთით დავაზუსტო. არა. ანუ ადრე გქონდათ დიდი სიხარული და ეხლა გაქვთ დიდი გულის ტკივილი. მიჯაჭულობა თქვენ შორის, მეგობრებო. გული გაქვთ გატეხილი ამის გამო, ამ სიტუაციის გამო. ოხ, ღმერთო. კი, აკვირდებით ერთმანეთს, თქვენც და ისიც. კი, აღიარეთ, მეგობრებო, ეს ყველაფერი. ეს სიტუაცია აღიარეთ, მიიღეთ, თვალები გაუსწორეთ ამ ყველაფერს, მეგობრებო, და გაუშვით. გაუშვით ეს სიტუაცია. ბევრ თქვენთაგანს კიდევ იმასაც ვიტყვი, რომ აი მეგობრებო, წმენდები გჭირდებათ. აჩის ციცა. ხო. წმენდები გჭირდებათ, მეგობრებო, აუცილებლად. აი ნახეთ, რას მოგიტანს წმენდა. აი მეგობრებო, წმენდა რას მოგიტანთ, წმენდები. ოჯახს. ფეხმძიმობას, თუ კი ფეხმძიმობაზე გიშლიდათ ხელს და აქამდე არ ხდებოდით ფეხმძიმეთ, მეგობრებო. თუ კი ვინმეს ეს პრობლემა გაწუხებდათ. ფეხმძიმობასთან დაკავშირებული. გაიკეთეთ წმენდები და აუცილებლად დარჩებით ფეხმძიმედ. აუცილებლად, მეგობრებო, ეს გექნებათ. ოღონდ წმენდები ჩაიტარეთ. ნუ ეწინააღმდეგებით საკუთარ თავს, ჩემო ძვირფასებო. და ცუდზე ნუ იფიქრებთ. თუ ხართ ეხლა ესე აქ რაც თქვენ მეგობრებო, არ იფიქროთ ცუდზე. არ იფიქროთ ცუდზე. ეს არაა ქვეყნის დასასრული ვიმეორებ. გარისკეთ თქვენი ცხოვრება. კი, გარისკეთ და იბრძოლეთ. იბრძოლეთ, თქვენი მაინც გაიტანეთ. გაიტანეთ თქვენი გოლი მაინც, მეგობრებო. თქვენი კარგად ყოფნით, თქვენი წარმატებით, თქვენი ბედნიერებით. არ მიცეთ ადამიანებს იმის უფლება, რომ თქვენ იყოთ უბედურები. აი ასე. რამდენიც უნდათ იმდენი გითვალთვალონ. დაიკიდე გულზე მოგეშვება ზუსტად. აი ასე, მეგობრებო. ხო, აი რაც თქვი წეღან. სიმართლე შეხედეთ თვალებში, მეგობრებო. გაუსწორეთ სიმართლეს თვალები და თავი აწიეთ მყარად მაღლა და ადექით და გაიარეთ თავაწეულები, მეგობრებო. აი ასე ზუსტად. საკუთარი თავის წმენით. დაბრუნება საკუთარი თავის და ისე ვისკარტები ამოდის. ამის დროა უკვე მოსული, მეგობრებო. ამის დროა უკვე მოსული. თქვენ ეს გამოგივათ. კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ასე რომ, მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი თემა არის ისევ და ისევ ურთიერთობა. სალამი ყველას, მოგესალმებით. უღრმესი მადლობა ყველას, ერთად ყოფნისთვის, გვერდში დგომისთვის, მეგობრებო. ერთმანეთის გულის ტკივილის გაზიარებისთვის, დახმარებისთვის, აი ყველაფერ იმისთვის, რასაც ერთმანეთის სასიკეთოდ გავაკეთებთ. უღრმესი მადლობა ყველას. ჩვენი დღევანდელი თემა: ურთიერთობა, კავშირი და ხო რა სიყვარული. ესეთ იქნება ჩვენი დღევანდელი თემა. ურთიერთობა,
კავშირი და სიყვარული. აი ასე, ჩემო ძვირფასებო. ნახოთ აბა რას გვეტყვის კარტები. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა ყველას. 100 წელი და 1000 წელი ვერავინ ვერაფერს ვერ დაგვაკლებს, ჩემო ძვირფასებო. არაფერზე გული არ იტკინოთ, არ ინერვიულოთ, ამათ არ ღირს. მაინც მინდა გადავაბრუნო კარტები, მაგრამ ყველას არა, ცოტას გადავაბრუნებ, მეგობრებო, რომ განსხვავებული შინაარსის ლაივი გამოგვივიდეს, სეანსი, ხო? აი ასე, დავიწყოთ. და მაინც მინდა ვკითხო კარტს. მოდი ვკითხოთ კარტს ახლა. ნუ თქვენ ვიხართ ვიცი უკვე. ეხლა მინდა ვკითხო თქვენი პარტნიორი. თქვენს პარტნიორზე მინდა ვკითხო, რადგან დღეს მაინც პარტნიორობაზე გვაქვს, ურთიერთობაზე გვაქვს თემა. მოდი მე ახლა დავიწყებ ისევ და ისევ თქვენი პარტნიორის ენერგიებით. რა ხდება მასთან? ვინ არის ის? ვინ არის თქვენი პარტნიორი? თქვენი პარტნიორი ახლა არის ის ადამიანი, ვისთანაც ახლა ამ დღევანდელ დღეს პრობლემების გადაჭრა ვერ ხერხდება, მეგობრებო. ძალიან ბევრი სირთულების წინაშე დგას, აბატონო. აი ჩვენი თემაც დღევანდელი. ძალიან ცუდად მოღრუბლულობაა მასთან. სამკუთხედებია მასთან. ეს ალბათ მისგან მოდის. თქვენ ვიცი რომ არ იქნებით სამკუთხედში. ეს გამორიცხულია უბრალოდ. თქვენგან სამკუთხედი მე დარწმუნებული ვარ გამორიცხულია, მეგობრებო. ეს თქვენი პარტნიორია. ხო. ზოგი შეიძლება იყოს მშობლებთან, ესეც სამკუთხედია. ზოგი შეიძლება იყოს პარტნიორულ ურთიერთობაში, ეს ხომ სამკუთხედი და სამკუთხედია. და ზოგიერთებთან კიდევ შეიძლება იყოს სამკუთხედი, სამსახური, გარემოება, სიტუაცია. ხო, აი ესე. კი ბატონო. ეხლა ვისთან რომელია თქვენ თვითონ მოერგეთ თქვენ სიტუაციას. ტყუილები. აქ არის ტყუილები. რა ხდება თქვენ პარტნიორთან? ძალიან ბევრი ბრძოლები აქვს ახლა მას. თუმცა გამბედაობა აქვს კი. ეს ეგოისტური გამბედაობაა ახლა თუ თავისი სტიქია ეს გამბედაობა დროებითი არ ვიცი, მაგრამ რასაც საუბრობ ახლა მეგობრებო, ხო? ალბათ ესეა საჭირო. ხო, რომ ეს უნდა ვთქვა. ხო, უყურეთ ახლა რას გეტყვით. თქვენმა ადამიანი ქვემოდან თქვენ ხართ აგერ სტაბილური ადამიანები. თქვენი ადამიანი ეთყობა ბრძოლოს, ვერც თქვენთან გამოუვიდა ბრძოლა, ვერც მოლაპარაკებები იცის ამ ადამიანმა, ზოგადად დათმობა არ იცის, ყოველთვის იცის მე. ამ ადამიანს გააჩნია ორი აზრი. პირველი აზრი არის მე და ჩემი აზრი და მეორე აზრი არის ის, რომ სხვა არავინ. ისევ და ისევ ჩემი აზრი. ხო. აი ესაა თქვენი პარტნიორი. მაპატიეთ, მომიტევეთ, მაგრამ ასეა. ეთყობა უყვარს ტყუილები. ეს თქვენ ხართ, ხო? ეს ხო თქვენ ხართ, სტაბილური ადამიანები. აი ქვემოდან რა კარტია? მგრევები აქვს თქვენთან. ამ ადამიანს გრევები აქვს თქვენთან. ამ ადამიანს არაფერი აღარ აქვს თქვენთან ამ წუთას. ამ წუთას შეწყვეტილია ეს ამ კარტშიც ვთქვით რომ შეწყვეტილია ურთიერთობა. წასულია ეს ადამიანი თუ თქვენ წადით, მოგბეზრდადათ წადით, ან თქვენ შეგიქმნათ ისეთი პირობები რომ იძულებული იყავით, ამდღარიყავით და დაგეტოვებიათ ეს ურთიერთობა. ბევრთან ასე იქნება, კი ბატონო? ხო, და ამიტომ ეხლა მეგობრებო, აღარ გინდათ ეს. არც მისი ტყუილები გინდათ, არც მისი შესაძლებლობები გინდათ და ეს ადამიანი ძალიან ცუდათაა, ისეთ ენერგიებშია. ხო, მისი ენერგიები. არ ვიცი რა დაუბრუნდა მას, მაგრამ ცუდად დაუბრუნდა ეს კი ვიცი და ვხედავ. მას ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დაუბრუნდა, ისეთ ენერგიებშია მეგობრებო. აი თქვენ კიდევ აბატონო. თქვენ ძალიან კარგად ხვდებით ახლა თქვენი პარტნიორი რა დღეშიც არის. თქვენ ხართ ესე მშვიდად. იცით რატომ ხართ ესე მშვიდად? თქვენ რო არ დაგიჯერათ, იმიტომ
ხო არ უნდა თქვენი აზრი, ხო და მისი აზრით ახლა არის კარგად, ხო და იყოს იქ, სადაც არის კარგად. ხო და ვისაც არ აინტერესებს ერთგულება, თუნდაც მეგობრებს, თუნდაც პარტნიორს, თუნდაც ადამიანს, აი ესეა მისი საქმე ახლა. აი ესე. ვისაც არ აინტერესებს ერთგულება და წრფელი ურთიერთობა, აი ესეა. ხო, მანიპულატორი ადამიანი, ნუ ეხლა სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ. შეგიყვანათ ესეთ ხმლებში, მეგობრებო. მანიპულატორი ადამიანი. თქვენს ენერგიებსაც მაჩვენებს და მის ენერგიებსაც. აი ეს ყველა თქვენ ხართ. 7 გაწონასწორებული ადამიანი. წინასწარმეტყველი ადამიანი. თქვენ ძალიან კარგად მიხვდით უკვე მისი ყველაფერი და იცით უკვე აწინდელი მისი ყველა ნაბიჯი და აი ეს ხართ კიდევ თქვენ აი ესე. თვითონ ისია და თქვენ ესე. ხო, დანაკარგებშია მეგობრებო თქვენ გამო. ნარცისია, კი ბატონო. ხო, ესეთ ენერგიებშია ახლა თვითონ. თქვენი პარტნიორი ჩემო ძვირფასება. შეიძლებაც და კი უნდოდეს ურთიერთობა და სიახლოვე, ნუ ეს კარტი რა თქმა უნდა აქ ტყუილად არ ამოსულა. ეს კარტიც ურთიერთობა და სიახლოვე ეს ეთყობა თქვენი პარტნიორისა, ენატრება ეს ყველაფერი ესე თუ იყავით ენატრება. მე არ ვიცი თქვენ რა ურთიერთობა გქონდათ მასთან, მაგრამ გქონდათ თუ არ გქონდათ, მას ეს უნდა თქვენთან. ხო. ამიტომ ეხლა ფიქრის რეჟიმი აქვს ჩართული. იმიტომ რომ აი ესეა ჩაკეტილი. ჩვენ იქ თქვით რომ მაგიები იყო. მაგიებია მეგობრებო ეს. რადგან იქ ამოვიდა მაგია, ზუსტად მაგია ეხლა აქ ამ ადამიანს აქვს მაგია და გამოსავალს ვერ ხედავს. თუმცა შეიძლება იყოს ძალიან პასუხისმგებლიანი, კი, პასუხისმგებლიანი. მე ახლა არ ვამბობ იმას, რომ უპასუხისმგებლოა ადამიანი, ყველა ჩვენთაგანს გაგვაჩნია ჩვენებური პასუხისმგებლობა. ეს ადამიანი შეიძლება ეხლაც იმყოფებოდეს იქ, სადაც არის პასუხისმგებლობაში. პასუხისმგებლობაში შედის ის, რომ შეიძლება ოჯახი ჰქონდეს, შეიძლება დედმამა ყავდეს, დედმამიშვილები ყავდეს, შეიძლება შვილები ყავდეს, ანუ სტაბილურად არის იქ პასუხისმგებლობაში. თუნდაც მშობლებთან. მაგრამ აი ესეა. ლომს ვერავინ ვერაფერს ვერ გამოაპარებს, მეც ლომი ვარ. ამიტომ ესეა თქვენი პარტნიორი ჩემო ძვირფასებო. თუ კი ემთხვევა მის ენერგიებს, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჩვენი სასურველი თემა დავიწყოთ. სიყვარული, ურთიერთობა და კავშირი. მოდი ახლა ვკითხოთ ჩვენს ტაროს დასტას. აი პირდაპირ მინდა ესეთი შეკითხვა დაუსვა მეგობრებო. საით მიდის თქვენი ურთიერთობა? პირდაპირ დავსვამ ამ შეკითხვას. თქვენი და თქვენი პარტნიორის ურთიერთობა. საით მიდის? საითკენ მიექანება მეგობრებო? არ ვიცი ხა რამდენად ჩანს, რა ცუდია რომ ეკრანს ვერაფერი ვერ მოვუხერხე მეგობრებო. იქნებ მასწავლოთ რა გავაკეთო. იქნებ მასწავლოთ მეგობრებო რა გავაკეთო. თქვენი ურთიერთობა საით მიდის და გულგატეხილობისკენ. წარმატებაზე უარის თქმისკენ, ანუ ადამიანმა თქვა წარმატებაზე უარი. რატომ საით მიდის ეს ურთიერთობა? ძალიან ცუდად არის. ხო, ვერ გავადიდე, იქნებ მასწავლოთ მეგობრებო, აი როგორ გავადიდო ეკრანი, იქნებ მითხრათ, რაიმე მირჩიოთ. 2 დღეა ამას ვიხვეწები.
თქვენთანაც ცუდად ჩანს და ჩემთან ხო საერთოდ არ თქვათ რა. ძალიან დამღალა, გეფიცებით დამღალა. როგორ გავადიდო ეკრანი მეგობრებო? ძალიან გულგატეხილია თქვენი პარტნიორი მეგობრებო. ძალიან ცუდათაა ეს ადამიანი და ამ ადამიანს უნდა რომ ჩემს სურათთან შევიდე აქვე ახლა? შევედი ჩემს სურათთან. აქ არაფერს არ მაჩვენებს. ჩემს გვერდზე ახლა ვერ გადავალ. ახლა ხო ვერ გადავალ ჩემ გვერდზე. არა, პრობლემა რო გადავიდე ახლა ჩემს გვერდზე, ახლა ხო გაითიშება ეკრანი რო გადავიდე ჩემს გვერდზე, არა? მოდერატორი მყავს, მაგრამ სადაა ახლა? ერთი წუთით. მოკლედ ძალიან ბევრ ფანტაზიებში და ილუზიებშია თქვენი პარტნიორი. ამ ადამიანს ახლა აქვს რაღაც პრობლემები და ამ პრობლემებზეა გადართული. კი, თითქოს ამ პრობლემების მოგვარებით მეგობრებო, მას უნდა რომ რაღაც თავისი ცხოვრება გამოასწოროს. კი, თავიდან დაიწყოს, ახალი სიტუაცია, ანუ ახალისკენ წაიყვანოს ურთიერთობა. კიდევ რა. კი, მეგობრებო, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამ ადამიანს უნდა ბალანსი ურთიერთობაში, სიყვარული უნდა ურთიერთობაში და ამ ურთიერთობის ჯვრისწერა, ქორწინება, ნიშნობა, მოკრძალებული რაღაც უნდა მეგობრებო. რიტუალი უნდა ძალიან მოკრძალებულად გაკეთებული. კი, ამას ევედრება უფალს, რომ ამის შანსი და საშუალება მიცეს. კი, აი თან სტაბილურად უნდა ეხლა ბევრი დამიწერთ, არა მჯერა და კი მჯერა და მეგობრებო, ერთი და იგივეს ნუ მიმეორებთ. ვისაც არ გჯერავთ, ნუ გჯერავთ. თქვენი პრობლემაა და თქვენი გადასაწყვეტია. არიან ადამიანების კატეგორია, ვისაც ჯერა და ვინც ელოდება ამ ყველაფერს. და ნუ დაუკარგავთ იმედებს, სხვებს ჩემო ძვირფასებო. მოდის დახმარებით, მოდის შემოთავაზებებით, მოდის კეთილშობილურად, მოდის ეს ადამიანი. ეს რამდენადაც სამკუთხედს ნიშნავს, ეს კიდევ მეორე მხრიდან ნიშნავს პრობლემების გადაჭრას, მოგვარებას, გამარჯვებას, კომპრომისზე წასვლას და ფორტუნას. აი, რაზე დაემთხვა. კი. ამ ადამიანს სავარაუდოდ ამაზე ფიქრობს. სავარაუდოდ ეს შანსი ექნება, კი. აუცილებლად ექნება მეგობრებო. კი, მოდი ახლა ვკითხოთ. ანუ საითკენ მიდის თქვენი ურთიერთობა? თქვენი ურთიერთობა მიდის ზუსტად უკეთესობისკენ, გაუმჯობესებისკენ. აი, თუ გექნებათ სურვილი ამის, ამ ურთიერთობის გაახლება, ახალი ფურცლიდან, ახალი გვერდიდან დაწყება და პლუს ამას რაღაც მოკრძალებული აღნიშნვა, ქორწილი ნიშნობა, ჯვრისწერა, აი რაღაც მსგავსი მოკრძალებული მეგობრებო. ხო. აი ასე. თქვენ როგორ დახვდებით ახლა ამ ყველაფერს? თქვენი აზრი მაინტერესებს, ხო? თქვენ გონიათ, რომ ეს არის თქვენ ელოდებით პრობლემებს.
თქვენ ეს ყველაფერი არ გჯერავთ და ამიტომ გადართული ხართ ახლა ასე სამუშაოზე. სამსახურში ხართ გადართულები. ხო, გინდათ ერთია მეგობრებო, ერთია გინდათ, მაგრამ არ გჯერავთ. თქვენ უბრალოდ დაკავებული ხართ თქვენი საქმიანობით. თქვენ იცით რას ფიქრობთ, ეს ადამიანი მაინც მოვა. ჩემი არსად არ წავა და მაინც მოვა. ბევრი თქვენთაგანი ალბათ იმასაც ფიქრობს, რომ მე ეკუთვნის იტანჯოს. ხო, ეხლა არც გამიკვირდება ვთქვათ. ხო, აი მეგობრებო, ზუსტად რაც თქვი ახლა. ხო. ძალიან კაია, მასე თუა გაუბედურებულიო, ასე ფიქრობთ. თქვენ კიდევ იმას ფიქრობთ. ხო, შეიძლება თქვენი პარტნიორიც ფიქრობდეს ამას, რისთვისაც წავიდა, სადაც წავიდა, იქ არ გაუმართლა, რისთვის დაკარგათ, რისთვის დაკარგა დრო, რისთვის დაკარგა რაღაც თანხები, თუ კი სადმე რაიმე ფინანსები ჩადო, ან მას რაც უნდა და რისთვისაც წავიდა, თუ თქვენ ეს ყველაფერი არ იცოდით მისი განზრახვა, ეხლა ფიქრობს, რომ დაგკარგათ მერე რომ რა დამემართაო. ეს იყო მოულოდნელი მისთვის. ხო. ამ ადამიანს ფარული მოტივით ჰქონდა რაღაც განზრახული, თქვენ არ იცოდით, ეს ფარულობის კარტია. ამიტომ ხო მეგობრებო, რაც არ გითხრათ, არ გაითვალისწინა, შეიძლება არ გაგითვალისწინათ უბრალოდ თქვენ ეხლა ცუდად ნათქვამი არ გამომივიდეს და ამის გამო ეხლა დავეტაკებით ერთმანეთს, თუმცა ძალიან დიდი შესაძლებლობები დაკარგა ამ ადამიანმა ამ პერიოდის განმავლობაში, რაც თქვენთან უკვე აღარ არის, რაც ერთად აღარ ხართ. კი ბატონო. მეგობრებო, თუ კი ადამიანი არ გეუბნებათ მის გულის ტკივილს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვითონ ამას არ ფიქრობს. არის ადამიანების კატეგორია, რომლებიც იმპერატორები არ გეტყვის ამას, ამ ყველაფერს. გულში ცეცხლი უნთია, არ გეტყვის. იცის, რომ დამნაშავეა და დააშავა თქვენთან და არასწორად მოიქცა. თქვენ ეუბნებოდით, აფრთხილებდით და მან არ გაგიგონათ, არ დაგიჯერათ, არ მოგისმინათ და წააგო ინანა. ამას არ გეტყვით, მეგობრებო. არ გეტყვით. ხო. თორე არც მასეთი სულელია. თუ ვინმე ფიქრობთ, რომ სულელია, არა, მეგობრებო. არა. ძალიან ჭკვიანია და ჭკვიან ადამიანებსაც იმართებათ ეგი, დაიჯერეთ. აქ ყველაფერი არის მაგიის გამო. მაგიაა რაღაც ურთიერთობაში, ნეგატივია ურთიერთობაში. ეს ადამიანი უეცრად მეგობრებო თქვენთან საკვირად რაღაცას წამოიწყებს, რაღაცას დაიწყებს, რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებს ეს ადამიანი და უცებ გამოჩნდება რადარზე. აი რაღაც შეიძლება შეტყობინება მიიღოთ. აუცილებლად იგრძნობთ იმას, რომ ამ ადამიანს თითქოს შერიგება უნდა, შემორიგება უნდა. აი თითქოს რაღაცას გააკეთებს ისეც, რომ აი შედეგი მიიღოს. ესეთი რაღაცა იქნება. კიდევ რა იქნება? ძალიან ეშინია, იცით რისი? აი, ეხლა რა სიტუაციაც გაქვთ, ხო? ხო გაქვთ ეხლა რაც გაქვთ. აი, ამაზე ცუდად არ წავიდეს საქმე, იმის ეშინია. ჯერ ხო რა გაქვთ? და ამაზე უარესად რო არ წავიდეს საქმე, იმის ეშინია. ძალიან უნდა რომ მოგელაპარაკოთ, რომ ეს პრობლემები გადალახოთ, მოლაპარაკებით, ძალიან უნდა მას. კი, თქვენ გაქვთ ამის ძალა, აი მეგობრებო, თქვენ ხართ ძლიერები. თქვენ გაქვთ ამის ძალა. ეს ადამიანი თქვენთან ღებულობს ძალას. კი. ამიტომ ხართ მისი დიდი დანაკარგი. კი. აი, რა დაკარგათ. ამიტომ უნდა ამ ადამიანს რომ პასუხისმგებლობით მოვიდეს. მაგრამ ძალიან ბევრი ტყუილი იყო თქვენ შორის. იმედგაცრუება იყო თქვენ შორის. სხვების ჩარევები, არასწორი გეგმები, არასწორი მიმართულება, მეგობრებო, ტყუილები, სხვადასხვა აზრთა ჭიდილი
და ანუ ამ ადამიანმა მიხვდა მანიპულაციები იყო უფრო სწორად ამ ურთიერთობაში. ახლა მაინდა-მაინც თქვენს პარტნიორსაც ნუ დააბრალებთ, ხო, შეიძლება სხვებიდანაც იყო მანიპულაციები, ამიტომ აი ნახეთ, ამიტომ დაიშალა ოჯახი. დაინგრა ოჯახი, ვის ოჯახი დაგენგრათ, ვის დაპირებები დაგენგრათ, თავზე ჩამოგემხოთ, ჩამოგეკცათ ყველაფერი მეგობრებო. სამზადისი გქონდათ იქნებ ოჯახის. კი, ამიტომ ამ ადამიანს უნდა რომ მოვიდეს, კი, კრიზისიდან გამოვიდეს და მოვიდეს. ძალიან დიდი მიჯაჭვულობა თქვენ შორის. შეიძლება კი გაგირბით ეხლა, მაგრამ უბრალოდ ეს ადამიანი ეხლა რაღაც განმარტოებული იმიტოა, რომ ეხლა ისვენებდეს იქნებ ამ ტკივილის შემდეგ ძალებს იკრებდეს, რომ მერე მეგობრებო, აი ზუსტად, რომ მერე ისევ გამოჩნდეს. ძალიან დიდი იმედი აქვს თქვენი. ძალიან ბევრს გიხსენებთ, რა იყო თქვენს შორის არ ვიცი, მაგრამ ძალიან ენატრება თქვენთან გატარებული ის დრო, თუნდაც მარტო შეტყობინებები გქონოდათ. აი თუნდაც ეგ მარტო. აი ესეც ენატრება, იმიტომ რომ აქედანაც ძალიან დიდი ენერგია მიაქვს ადამიანს. ელოდეთ მისგან გამონათებას, ჩემო ძვირფასებო. ელოდეთ მოსვლას. კი, იმიტომ რომ ეს ადამიანი იხედება თქვენსკენ. კი, გაურკვეველია ახლა ეს თქვენთვის, მაგრამ მაინც. ხა, აი თქვენ კიდევ ამბობთ, რომ აი რადგან ამდენი ხანი გაურკვევლობაში მამყოფებ, შენ ამფერო, შენ იმფერო. ჰაი, ჰუი, აბატონო თქვენ. აი ესე კოშკი მოუწყვეთ მეგობრებო, ნგრევებში გავუშვით ადამიანი და ახლა ესე უყურებთ რა ხდება მასთან. ახლა ეს თქვენ ხართ. თქვენ შეიძლება უყურებთ შორიდან, კი, რას აკეთებს, როგორა? აი დამკვირვებლის როლი გაქვთ მორგებული, აი ზუსტადაც. ხო. აკვირდებით ამ ყველაფერს, მეგობრებო. როგორ არის და რა ხდება მასთან? გაინტერესებთ, რატომაც არა? ხო, კარგამბით გამოჩნდება თუ ისევ ამ ხვლებით დახვდეთ. ამას ფიქრობთ ახლა თქვენ. ყარაულობთ ამას ახლა. კარგი ამბით მოხვალ თუ, სიყვარულით მოხვალ თუ დასვენებით მოხვალ თუ ერთ წლზე მოხვალ ისევ. სამართლიანად მოხვალ თუ არა? ხო, აი მეგობრებო, თქვენს წინ ვიღებ კარტს. ხო, სამართლიანად მოხვალ, სხვანაირად ვერ მოხვალ, ეუბნებით მეგობრებო თქვენ. ზუსტადაც. ეუბნებით, არ ეუბნებით, ყოველ შემთხვევაში ამას გძნობს, მან იცის რომ სხვანაირად ვერ მოვა. უნდა აწონ-დაწონოს ეს ყველაფერი. კარგად? ხო. თუ მოვა ბალანსით, მოვა ბალანსით. თუ არ მოვა ბალანსით და ამასაც აქ ხმალი აგერ ხელში და მოჭრით თავს მოკვეთავთ. ხო, ეს ერთი. მეორე. შეიძლება რომელიმე თქვენთაგანის პარტნიორი იყოს სასწორი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ. არ გამოურიცხავ იმასაც, რომ ამ ადამიანს ზოგადად უყვარდეს სიმართლე, მაგრამ ნუ რადგან სხვა ადამიანების ჩარევებიც არის მეგობრებო, ნუ 1% ესეც ამასაც თუ გავითვალისწინებთ, მე არ ვამართლებ, მართალია. არანაირი გამართლება არ აქვს. ხო და ამიტომ ასე ეუბნებით თქვენ, რომ აი თუ მოხვალ სამართლიანად მიგიღებ, როგორც მე მეკადრება ისე მიგიღებ, სხვანაირად არა. ახე ორი კაცი გიჩანს ეკრანზე. ორი კაცი ზევით. იქ დააწექი და გამოჩნდება უჯრები და ერთიანს დააწექიო. ხო, აგერ ორი კაცი ქვევით. შემდეგ არა ამასეთი აქ. აქ მასეთი არაა. ახლა სასწაული არ გავაკეთო რაიმე.
არ შვება, აი პატარავდება უფრო. არა, ჩემთან არ შვება მასე მეგობრებო. არ შვება. არა, ჩემთან არა. აი აქ ორი კაცი როა, მას დავაწექი კამერის გვერდზე. რომელი კამერის გვერდზე? არ შვება, არა, დავაწექი მაგას. არ შვება. არა, არ შვება. რომ დავაწექი მაგას, დაპატარავდა ეკრანი. დავაწექი, ისევ გადიძდა, სხვანაირად არ აკეთებს. აი, რა ვქნათ, მეგობრებო. არც ოთხკუთხედი, არც სამკუთხედი არაფერი არ შვება მაგას, რასაც შენ ამბობ. არა, არ შვება, ჩემო კარგო და რა ვქნა, არ შვება. ნუ კაი, რა ვქნა, რაცა ესა. მოდი, ახლა მინდა ვკითხო კარტს. აუ, დღეს ძალიან ცხელა მეგობრებო, დღეს ძალიან კატასტროფული სიცხე იყო აქეთ. მოდი, მინდა ახლა ვკითხო კარტს მეგობრებო. აი, თქვენი პარტნიორი კაი, მოვა, მოდის, ნუ მიიღებთ, არ მიიღებთ, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. თქვენ რას გირჩევთ? თქვენ რას გირჩევთ სამყარო? თქვენ რას გირჩევთ კარტი? თქვენ რას გირჩევთ კარტი? მეგობრებო, თქვენ რას გირჩევთ კარტი და? სამყარო თქვენს გვერდითაა, არაფერზე არ ინერვიულოთ. სამყარო არის თქვენს გვერდით. თუ კი ვინმემ თქვენს ცხოვრებაში ცუდად ჩაყო ხელი. ხელი, ფეხი, ტვინი, ენა, თვალი, გული, არ აქვს მნიშვნელობა. ადამიანებმა, რომლებმაც აი რის ფასად მიაღწიეს ამ ყველაფერს. აი რის ფასად. ხო, წმენა დაგაკარგვინეს. თავისი მანიპულაციობით, თავისი საქციელებით, ეს მაგიებიც არის, აქ ყველაფერია ნაგულისხმევი. იმ ადამიანებს ყველაფერი თავისით უბრუნდება. ეს ჯოხი აი არის ბუმერანგი, თქვენსკენ რაც გამოიქნიეს, ის უბრუნდებათ ამ ადამიანებს. თქვენ არაფერი არ გააკეთოთ ამისთვის. ყველა მიიღებს თავისას. სამყაროს ჩარევით. აი ასე. თქვენ არაფერი არ უნდა გააკეთოთ მეგობრებო. იყავით მშვიდად და ლამაზად. თქვენთვის წყნარად. თუნდაც განდეგილის მდგომარეობაში, თუნდაც განდეგილის პოზიციაში. მნიშვნელობა არ აქვს, თქვენთვის იყავით. ეს არის პაუზა. თქვენი ურთიერთობა არის პაუზა. ეს პაუზა არის იმისთვის, რომ ნახეთ მეგობრებო, ნახეთ რა მაგარი კარტია. უყურეთ ახლა. ეს სიტუაცია ახლა რაც გაქვთ პაუზა, ეს არის იმისკენ მიმავალი გზა, რომ თქვენ სურვილებს აისრულებთ ამით. ანუ რაც ხდება კარგი და მოხდა აქამდე, რაც ხდება ცუდი, აქამდე და რაც ცუდი მოხდა, ხდებოდა ამისთვის.
ცხრიანების თასისთვის, სურვილების ასრულებისთვის. აი ამ ყველაფრისკენ მოდიოდით მეგობრებო. თქვენ ეს გზა უნდა გაგევლოთ. ეს იყო თქვენი ტრანსფორმაცია. აი ნახეთ მეგობრებო. ეს იყო თქვენი ტრანსფორმაცია. თქვენი პარტნიორისაც რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენ ეხლა აქ ამოვიდა თქვენთან. თქვენი ტრანსფორმაცია მეგობრებო. რთული იყო ეს გზა თქვენთვის, მაგრამ მაინც უნდა გაგევლოთ. ხო, ამით არ მოკვდებოდით თქვენ. თქვენთვის გაუგებარია ეს ყველაფერი, მაგრამ მოვა დრო და მიხვდებით, კი. მერე ის კიდე რომ დადგებით გადაწყვეტილების წინაშე. დადგებით გადაწყვეტილების წინაშე. უпростоრად თქვენი პარტნიორი. ჩავაბრუნე ეს კარტი და მაინც ამოვიდა. თქვენი პარტნიორი დადგება გადაწყვეტილების წინაშე, ან უკვე დგას გადაწყვეტილების წინაშე. აი მეგობრებო. აი მეგობრებო. ამ ადამიანს თქვენზე ფიქრით ძილი არ აქვს, ღამე არ ძინავს. იქ იქცევა შეიძლება სულელივით მეგობრებო, მაგრამ თქვენ ხართ მისი პენტაკლების დედოფალი, მონეტების დედოფალი ხართ მეგობრებო, ცხრიანების მონეტა ხართ, თქვენ ხართ მისი ხვავი ბარაკა, თქვენ ხართ მისთვის ყველაფერი და ესეთ ადამიანს არ დაკარგავს ის. კი იქცევა სულელურად და კი იქცევა აი ცირკის მასხარასავით მეგობრებო, მაგრამ აი ქია მე თვითონ ასე. ეხლა არის თვითონ ასე თავის ტყუილებში. ხო, აი მეგობრებო, ურთიერთობის გაწყვეტა აქვს. მაგრამ თქვენ იმდენად სტაბილურობაში ხართ მეგობრებო, რომ ეს ადამიანი მაინც იბრძოლებს თქვენთვის. მაგრამ რა ვიცი, ბევრთან გამოუვა და ბევრთან არ გამოუვა. ხო. ბევრი იბრძოლებს ამ სტაბილურობის შენარჩუნებას თქვენი სახით, მაგრამ ბევრს გამოუვა და ბევრს არ გამოუვა მეგობრებო. არ გამოუვა. ბევრს არ გამოუვა. ახლა ვისთან როგორ იქნება მე არ ვიცი, მაგრამ თქვენი სიტუაციიდან შეხედეთ. მე რასაც ვსაუბრობ და ვის ეხება ეს. ასე რომ ყოველ შემთხვევაში სიყვარული არის აქ, კი. სიყვარული არის. უყვარხართ თქვენს პარტნიორს და უნდა ამ ურთიერთობის გაგრძელება, მაგრამ თქვენზეც დამოკიდებული ახლა გამოუვა თუ არა ამ ადამიანს თქვენთან ურთიერთობის გაგრძელება, ეს მართლაც თქვენზეა დამოკიდებული მეგობრებო. მიიღებთ თუ არ მიიღებთ უკვე ამ ყველაფრის მერე. რაც გაიარეთ და გავიწყდებათ თუ არა ეს ყველაფერი. მერე ყოველ წუთას რო არ ახსენოთ ადამიანს შენ ასე გამიკეთე, ეს ძალიან რთულია გონებიდან წასაშლელად. მე მაგალითად გამიჭირდება, ძალიან გამიჭირდება მეგობრებო. იმდენი რაღაცა დამატყდა თავზე ერთდროულად, რომ მე ძალიან გამიჭირდება ამ ყველაფრის დავიწყება. მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა ჩემი სიტუაცია. ძალიან კარგად იცოდა. მაგრამ მაინც გააკეთა ასე. ხა ძალით გააკეთა თუ ნებით თუ უნებლიეთ, ეს უკვე უფალმა იცის, მაგრამ არ ვამართლებ, არაა გასასამართლებელი. ჩემთვის მიუღებელია. სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია მეგობრებო. მე ადამიანების სიკეთესაც ვიმახსოვრებ და ბოროტებასაც ვიმახსოვრებ. ეხლა ვერ დავივიწყებ ვერც კარგს და ვერც ცუდს. თუნდაც მტერი იყოს, კარგი თვისება თუ აქვს, იმასაც დავინახავ მეგობრებო. იმასაც დავაფასებ. მტერსაც დავუფასებ კარგ თვისებას. მე ესეთი ვარ. მაგრამ ეს იმას დანიშნავს, რომ უკან დავიბრუნებ. არა. უკან არ დავიბრუნებ, მაგრამ კარგს და ცუდს დავინახავ, ორივე მხარეს დავინახავ. ხო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო. ესეთ იყო ჩვენი დღევანდელი ტაროს დასტის ინფორმაცია. მადლობა უფალს და სამყაროს. მოდი ვნახოთ ახლა, რას გვეტყვის ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით ასტრაბარათები. რა გზავნილია ჩვენთვის? რადგან ბარათი ქვია, ასტრაბარათი ქვია,
მოდი ვნახოთ ახლა და ვკითხოთ, აბა რა გზავნილი აქვს ასტრაბარათებს ჩვენთვის. სიყვარული, ურთიერთობა და კავშირი. რას გვეტყვის თქვენი ურთიერთობის შესახებ? ჩვენი ურთიერთობის შესახებ პარტნიორთან რას გვეტყვის? მე თქვენთან ერთად გულისხმობ, მეგობრებო. ოხ, მისი ჭირი მე თქვა. რას გვეტყვის, მეგობრებო და? ძალიან წმინდანები ვართ მისთვის. ამ ადამიანს თუ კი თქვენ ერთ დროს დახმარების ხელი არა, თუ კი თქვენ თხოვდით დახმარებას, ანუ რაღაცნაირად ნახეთ, აქ კიდევ ხატია თქვენი ხელი. ანუ ყველანაირად ეხმარებოდით თქვენ ამ ადამიანს. მოდი ასე ვიტყვი, რამდენი ხელი გქონდათ არ ვიცი, მაგრამ ყველანაირად ეხმარებოდით ამ ადამიანს თქვენ, მეგობრებო. ამიტომ ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ ხართ უწმინდესი წმინდანი მისთვის. კი, ხლა ფიქრობს, არა, ეს ასეც არის. სიწმინდესთან დაკავშირებულია თქვენი სახით ეს ურთიერთობა. შვილის გაჩენა როცა გინდა ადამიანთან, ეს სიწმინდეა ჩემთვის, აკვანი ხატია, მეგობრებო. ხო, აქ მაგიდა როცა გაშლილი ოჯახური ტრადიციები, ყველაფერი ესეც სიწმინდეა, მეგობრებო. აქ რო სახლია ბინა, რა ვიცი, რა გაქვთ, რა გინდოდათ, ზოგადად რას ფიქრობს ეს ადამიანი, მაგრამ ჭერი ხატია და ესეც სიწმინდეა, ოჯახის კერა, ჩემთვის სიწმინდეს ნიშნავს. ოქროვერცხლია თუ სიმდიდრეა, ანუ ყველაფერი ეს ხართ ერთში მისთვის. ხო. აი ასე. კიდევ რას გვეტყვის? ანუ ძალიან კარგად გახასიათებთ. მე თქვენ გეტყვით და რატომაც არა. ეს ხართ თქვენ მისთვის. ხო, კიდევ რა? თქვენი ურთიერთობა. თქვენი ურთიერთობა და კავშირი და სიყვარული, რას გვეტყვის? ეს არის მოქნილობა, ეს არის ძალა, ეს არის მოსვლა, რაღაც დიდი ამბიცია აქვს ამ ადამიანს ეთყობა რაღაცა ამნაირი, არ ვიცი რა არის, ძლიერად მოაქვს თავი. შეიძლება ფიზიკურად მართლაც ძლიერი იყოს, ვიზუალურად, შეხედულად, მეგობრებო. კი, ბევრი შეიძლება იყოს ძლიერი ვიზუალურად, რო შეხედავ, აი ესეთი მოსული, ესეთი მაღალი, მხარბეჭიანი, კი, აი ოღონდ იმაზე მეტიც კი. ესეთი გრძელი ხელებით, რაღაც ესეთი ხო, აი მე მაგალითად ესეც ვუძახი უაზროდ განვითარებულს. მეგობრებო, ხო. ანუ შესაბამისად ეხლა თქვენი პარტნიორისა, ვთქვათ, შეიძლება ფიზიკურად იყოს ძლიერი, ან სულიერად იყოს ძლიერი, აი რაღაცა სიძლიერე კონდეს, ხასიათი კონდეს ძლიერი, რო იტყვის, მე ვარ ამფერიო იტყვის, აი ზუსტად ესეთი. ხო. ამ ადამიანს ძალიან დიდი სურვილი აქვს, ძალიან ბევრი სურვილები აქვს ჩამოწერილი თქვენთან დაკავშირებით. თვითონ თulis რომ ამ ყველაფერს ანგელოზები მფარველობენ, აქ ანგელოზები ხატია, მეგობრებო. კი, ამიტომ რომ ამის დიდი იმედი აქვს. კიდევ რას გვეტყვის? ქვემოდან მინდა გაჩვენოთ რა კარტია. აი, მეგობრებო, მაგია, აქაც მაგია. მაგია და ეს კარტი კიდევ არის ბედის. შეიძლება იმასაც ფიქრობთ, რომ თქვენ ხართ მისი ბედი. კი, ეს ბედის კარტიცაა. ბედით ეკუთვნით ერთმანეთს, ამას ფიქრობდეს. კი, აი ნახე, აი მეგობრებო, კი. აი მეგობრებო. თქვენ ხართ მისი ბედი, თვითონ ამბობს ამას. კი ბატონო. მისი ჭირიმე. თქვენ ხართ მისი ბედი, თქვენ ხართ მისი ვარსკვლავი, თქვენ ხართ მისი რწმენა, თქვენ ხართ მისი სიძლიერე, თქვენ ხართ ის ადამიანი, ვისთანაც შვილი უნდა ამას. და ეს იქაც იყო სურათი ამისი, რომ თქვენთან შვილი უნდა. უნდა გაჩვენოთ ახლა რომელი სურათი იყო, მეგობრებო. უბრალოდ უნდა გაჩვენოთ. აი ეს სურათი უნდა გაჩვენოთ, რაც იყო წეღან. აი ეს. აი ეს, რაც უნდა თქვენთან. ხო. აი ეს ხართ თქვენ. ქალი ვულკანი, ქალი ლეგენდა, ადამიანი, ქალი, მამაკაცი, ვიც მიყურებთ, არ აქვს მნიშვნელობა.
ოჯახის დედა ხართ, ოჯახის მამა ხართ, ოჯახის მშობელი ხართ, ზრუნველი ხართ, მოსიყვარულე ხართ, ერთგული ხართ, თქვენ ხართ მისი ბედი. მორჩა წერტილი ამბობს მეგობრებო. ხო. ამას ამბობს მეგობრებო კი. ძალიან იმედი აქვს თქვენი. ძლიერი ხართ. შეიძლებაც ერთეულებთან იმასაც ფიქრობდეს, ერთეულები მეგობრებო. ხო არ გაუკეთეთ რამე, შეიძლება ამასაც ეჭვობდეს. მაგრამ მე არ ამგონია, რომ რომელიმე მეს გააკეთეთ. თქვენ უბრალოდ ენერგეტიკა გაქვთ ასეთი, აი ძალა გაქვთ ასეთი, რომ აი ესე ადამიანი თქვენთან მოხვედრილი ადამიანი უკვე სხვანაირი ვერ იქნება. სულ თქვენზე იფიქრებს. ამიტომ თქვენზე რადგან ფიქრობს, მას გონია, რომ თქვენ რაღაც გაუკეთეთ. ძალიან ეშხიანი ხართ, აი ხიბლი გაქვთ რაღაცნაირი მეგობრებო. კი, ბევრი შავთმიანი მიყურებდეთ, ან შეღებილი თმები ღია ფერის თმებით მეგობრებო. კი, ზოგ შეიძლება ფჩოლკებიც გქონდეთ. ზოგ შეიძლებაც და ყავდეთ მართლაც პატარა ბავშვი უკვე, ან მისგან, ან ნუ რა ვიცი, ან გინდოდეთ ბავშვი მისგან ძალიან. კი, რადგან აქ წეროც ხატია, ამას ფიქრობდეს თვითონ, რომ ბავშვი უნდა თქვენთან. თქვენგან ბავშვი იქნებოდა რაღაც სასწაული მისთვის. ამაზე ოცნებობს, კი. კი, მეგობრებო. ოცნებობს და რომელი ოცნებობს? ძალიან ფიქრობს ამაზე. ამაზე ძალიან ფიქრობს და ოცნებობს, კი. აი ჩარჩოებში, რო ვთქვათ, აი რაღაც ჩარჩოებში ხედავთ ეს ადამიანი. აი რაღაცნაირად წარმოგიდგენთ, ამ ყველაფერს წარმოიდგენს, კი. კი, მეგობრებო, ასე რომ ესეთია მისი ფიქრები ამ ყველაფერთან დაკავშირებით. გაიდეალებთ ეს ადამიანი კიდევ ქვემოდან არის იდეალის კარტი. გაიდეალებთ მეგობრებო, გაიდეალებთ ეს ადამიანი. ოხ, როგორ გაგდებულად გრძნობს თავს. როგორ მარტო გრძნობს თავს მეგობრებო, იქნებ მართლაც გამოაგდეს იქედან სადაც არის და თქვენ არ იცით. და ეს პირველი კარტიც იმისთვის არის აქ რომ მორბოდეს იქნებ. იქნებ მორბოდეს მეგობრებო. ხო, რა ვიცი, იქნება და მორბოდეს. კიდევ რას გვეტყვის? კი, ბალანსში უნდა მოყვანა ურთიერთობის. ოი, თქვენ მისი ოქროს თევზი ხართ, თქვენ ხართ ის ადამიანი, ვისთანაც ყველანაირი სურვილი უსრულდება ამ ადამიანს, მეგობრებო და აქ დამთავრებულია უკვე ყველაფერი, რომ ეს ადამიანი თქვენ ასე ადვილად არ გაგიშვებთ. თქვენ უკვე დაჭერილი ყავხართ ამ ადამიანს, რო იტყვიან თევზი. ხო, დაჭერილი რა, უბრალოდ ოქროს თევზი ხართ მისთვის და ამიტომ თქვენს გაშვებას არ აპირებთ. თუ კი ეს გიხარიათ და გინდათ აბატონო, იცოდეთ რომ არ აპირებთ თქვენს გაშვებას. ასე რომ ჩემო მეგობრებო, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. ერთი სული მაქვს, თუ კი ხვალ გავედი გარეთ. ძალიან მინდა ვიყიდო, შევიძინო, აი რაც თქვი გუშინ. სანთელთან დაკავშირებით რაც თქვი გუშინ, მინდა ვიყიდო მეგობრებო თასი, სპეციალურად ფინჯანი, თუ თასი, თუ რა ქვია მაგას. სანთელის წმენდისთვის. თუ კი შევიძინე ხვალ საღამოს აუცილებლად გავაკეთებ სანთელზე წმენდებს, წმენდას ბოლოს, დღის ბოლოს, ლაივის ბოლოს მეგობრებო. კი, ამას გპირდებით. ამას აუცილებლად გპირდებით. ამას მე დიდი ხანია ვფიქრობ. ხოლო ამით არ დავჯერდები, მერე კიდევ ვფიქრობ სხვა რაღაცას, ჩემო ძვირფასებო. ძალიან ბევრ რაღაცას ვფიქრობ თქვენთან დაკავშირებით სამუშაოდ, აქ თქვენთვის სასარგებლოდ. ამიტომ ყველაფერს ერთად ვერა, მაგრამ ნელა ნაბიჯებით წავალთ წინ. უფლის წყალობით, რა თქმა უნდა. მთავარია არ ვინერვიულოთ, მთავარია ვიყოთ ჯანმრთელად, მთავარია ვიყოთ ბალანსში და ეს ყველაფერი აუცილებლად გვექნება, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა. ხო, მეგობრებო, ვისაც გინდათ.
ვისაც გინდათ, ვისაც არა, ну არაა პრობლემა. აი კიდევ ვის პარტნიორს გავს ეს თმაჭაყარა, თმაშინარევი ჭაყარა. კულულად მები ვის პარტნიორს აქვს მეგობრებო, ძალიან ლამაზი სურათია. აი. რა თქმა უნდა, ბალანსია მთავარი. ძალიან ლამაზი ფოტოა, ოჯახი. მე ამ ოჯახს გისურვებთ ყველას, ვისაც გულით გინდათ. მთელი გულით და სულით, მთელი არსებით გისურვებთ ამ ოჯახს. ვისაც გინდათ ოჯახი, ნამდვილად. ვისაც გინდათ მეგობრებო. აი ამ სიახლოვეს გისურვებთ, ამ ურთიერთობას გისურვებთ. ამ ყველაფერს გისურვებთ გულით, როგორ მინდა რომ გაჩვენოთ. აი მეგობრებო. ხო, ეხლა ყველასთან ერთნაირად შეიძლება ზოგთან ესეთი იყოს, ესეთი სწორი თმები გქონდეს. და თქვენ ესე ენას უბზიკავდეთ. აი ესე ეჯღანებით. ენას უბზიკავთ მეგობრებო. აი ასე. ბალანსი, როდესაც არის ურთიერთობაში. აი მეგობრებო, მშვიდად, წყნარად გაწონასწორებული ესეთია ურთიერთობა, ნამდვილი ურთიერთობა ესეთია. ის არა დაგადაგა რო აქვთ. შენი დედა რო ეტყვიან. შენი ასე, შენი ისე. აქედან კიდე ქალი რო არ აკლებს წყევლაკრულვას. არ მიყვარს და მომკალით. არ მიყვარს ესეთი ურთიერთობა მეგობრებო. ურთიერთობა მიყვარს, სადაც არის თვალებში რო შეხედავ და უკვე რო იცით ყველაფერი ერთმანეთის. რისი თქმა გსურთ ერთმანეთისთვის, ეს ორივემ კარგად იცით. ხო, აი ესეთი ურთიერთობა მიყვარს. სხვანაირი ურთიერთობაში მე არ შევალ მეგობრებო. გამორიცხულია არ შევალ. აი ასე. მოკლედ მშვიდობიანი ღამე მინდა გისურვოთ ყველას. ყველას მინდა გისურვოთ მშვიდობიანი ღამე მეგობრებო. როგორ მინდა გაჩვენოთ. აი ასე. დალოცულები ყოფილიყავით ყოველთვის. და თქვენი სურვილები ყოველ დილით ასრულებული იყოს. აი თვალს რო გაახელთ და უკვე მეგობრებო რომ სასწაული უკვე არის. და აი ბედნიერი რო ხართ. აი ასეთ რაღაცებს გისურვებთ. უღრმესი მადლობა ყველას. საჩუქრებისთვის, აი ყველანაირი რეაქციისთვის, რასაც ჩემს მიმართ აკეთებთ მეგობრებო და დალოცულები ყოფილიყავით ყოველთვის. მშვიდობიანი ღამე ყველას. ბედნიერი დილის გათენება, ასე რომ ავტვირთავ აუცილებლად YouTube-ზე და მერე შეძლების დაგვარად სურვილისამებრ გელოდებით კომენტარებში. აბა ხვალამდე დროებით.